გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. მუქი ფერები, კედები, შარულები აწეული წელით მოგრძო პიჯაკი და რაც მთავარია დაწნული თმა. ეს თბილისური შემოდგომა ზამთარია. წელს მოდურად ფერადი სამოსი მიიჩნევა, თუმცა ქართველები ფერებს არც თუ ისე წყალობენ. შარშანდელთან შედარებით კედები და პიჯაკები აწეული მხრებით წელს არც თუ ისე მოდურია. წელს უფრო ქალური და დახვეწილი სილუეტია, მძიმე და მასიური ფეხსაცმელებით. მოდას ადამიანები საკუთარ თავზე ირგებენ, თუმცა საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. Quite უფრო რო ვილაპარაკოთ ქუჩის ჩაცმობა ძალიან მოდურია, მძიმე, ვთქვათ, არაორდინალური ფორმის, პლატფორმის, ვთქვათ, ბატინკი, ლეგინსზე და ვთქვათ, მოკლე კაბა, მოკლე ქვედაბოლო, პატარა კურტკით. სილუეტი არის ახლოს ტანთან და კარგად გამოკვეთილი წელი ძალიან მოდურია. შარვლის ფორმა განუ გაგანიერდა, განიერი შარვალი, ანუ დაბლა გაგანიერებული, ძალიან მოდურია, ასევე ზემოთ განიერი, ქვემოთ ვიწრო. ფეხსაცმელი მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც ამბობენ, თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, მაშინ შეგიძლია თავდაჯერებული იყო. თუმცა მისი სწორად შერჩევა ალბათ არც ისე ბევრმა იცის. აუცილებელი არაა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ერთი ფერის ან ფაქტურის იყოს. წლევანდელი მოდით სწორედ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. სადა და კლასიკურ ზედატანს შედარებით უხეშ ელემენტად ავანგარდულ და მასიურ ფეხსაცმელს ვამატებთ. სწორედ ასეთ სტილს ქმნის დიზაინერი თამარა სუჯაშვილი. წელს ანუ ესეთი ტენდენცია მოდაში გრანჟი ქვია, ანუ არა შესაბამისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ერთმანეთს რო არ უხდება. ოღონდ ანუ რაღაც დიდი, თქვათ, პიჯაკი, თხელის სარაფანა, უხეში ფეხსაცმელები, ძალიან მოდაში ახლა ბოწილიონები, უხეშ ძირზე. ზოგადად ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდერობში არსებული ტანსაცმლის ფერთა გამო პიროვნების ხასიათის ყველაზე ინტიმურ დეტალებზე გვიყვება. ფერები დადებითი განწყობით გვავსებს და ადამიანის ხალისიან ბუნებაზე მიუთითებს. ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ძალიან მხიარულია. ალბათ სწორედ ამიტომ ნათიას გარდერობით სისარტყელოს ფერებით არის სავსე. ზოგადად ჩემი გარდერობი შეიცავს უფრო ფერად ტანსაცმელს, არ მიყვარს ფერი შავი, მუქი ფერი არ მიყვარს. სულ ახლახანს შევიძინე, ხო აი ეს კურტკა, რა თქმა უნდა, არის ფერადი და არა შავი. ეს არის საშემოდგომო და სპორტული და სხვათა შორის ძალიან კომფორტული და ძალიან მომწონს. ეხლა არ მიხდება ამ მაიკაზე, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ასეთი სპორტული, კი, ხო, ძალიან მიყვარს. ეს თალში აქ რა ხდება? ნუ კაბებზე აღარ ვიტყვი არაფერს, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი კონცერტებთან დაკავშირებით, საღამოებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვყიდულობ. ისე რო არ დაგემალთან არ მიყვარს კაბები და რაღაც ესეთი ძალიან ელეგანტურად რო გამოვიყურები არ მიყვარს, მაგრამ ნუ სხვა გზა არ მაქვს და მაქვს ძალიან, აი ეხლა ხან შევიძინე ავთანდილის ულამაზესი კაბა განახოთ? ხო, ისე მომეწონა რომ დავინახე და მართალია შავი არის, მაგრამ სულ შავი რო ყოფილიყო, ნამდვილად არ ვიყიდით. ესეთი რაღაც ულამაზესი. ესეთი კაბა, ანუ კონცერტები რომ ექნება აუცილებლად გამოვადგება, ან რამე საღამოზე. ხო, ფეხსაცმელი აი ახლა ხანს, ხო, ეს შევიძინე კლაიპედაში. ეს ფეხსაცმელი, ბეშკოს ფეხსაცმელი, როგორც კი დავინახე, ანუ ისე ვიყიდი, არ გავისოლმე მაღაზიაში. ძალიან მომეწონა და რო ჩამოვიდით აღმოჩნდა რომ მაქვს პატარა და ეხლა ყოველ სახლში ვარჯიშობ ხოლმე, ვიცმევ რომ გაიწელოს. ძალიან მომწონს მაინც ჩავიცმევ ამას. საერთოდ ჯამში კი მოდა ისაა, რაც მოგწონს და რაც გიხდება, მას არ ქმნის ერთი კონკრეტული ადამიანი. მოდა საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური პირობების გამოძახილია. თუ კი გინდა იყო მოდური, აუცილებელი არაა გეცვას ბრენდი, ის რაც ყველასაცვია, ან ის რასაც პოდიუმზე ვხედავთ, ინდივიდუალური სტილი ყველაზე უფრო დიდი მოდაა.